ჩვენ ყველას ქონია მომენტი, როდესაც არასწორად დაუმსახურებლად მოგვექცნენ, ამიტომ ზუსტად შეგვიძლია ვიქნოთ თუ რა განიცადა არიადნემ, როდესაც კუნძულზე მიტოვებული აღმოჩნდა იმ ადამიანისაგან, რომელსაც ის ურჩხულის დამარცხებაში დაეხმარა. სწორედ ამ ვერსიას გვთავაზობს ჯენიფერ სეინდი თავის ციკლში, ზოგადად ეს არის ძალიან საინტერესო ავტორი, რომელიც ძირითადად მუშაობს ანტიკურ თემატიკაზე და თანამედროვე მკითხველისათვის მას უფრო ხელშესახებს ხდის. სრულად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ნიკოს კაზანძაკისი კნოსოსის სასახლეში. ამ ვერსიის თანახმად თეზევსი არის გმირი, რომელიც დიდი გამარჯვების შემდეგ მიდის ათენში და გზაში კარგავს კრეტას მეფის ასულს. ღმერთები მოიტაცებენ, კონკრეტულად კი დიონისე მოიტაცებს არიადნეს და თეზევსი ვერ აღუდგება წინ სამყაროს კანონზომიერებასა და ღმერთების ნებას. ზოგადად ანტიკური გმირების ცხოვრება სავსეალის წინააღმდეგობებით და ყოველთვის აქტუალურია. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ წერდნენ და წერენ დიდი ავტორები ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ როგორც თანამედროვე მკითხველებს ყოველთვის გვაქვს არჩევანის თავისუფლება, თავად გადავწყვიტოთ და ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, მარადიულ კითხვაზე, სად არის არიადნე?